სალამი ხალხო, თუ მჯეროდეს რომ მოვედი. იმ დრო კიდე არ ვაპირებდი მოსვლას. ძალიან დიდი ხანია ვიდეო არ ჩამიწერია. 5 თვე. 4-5 თვე ხო საკვირცესა. აბა როგორ ახართ? ხომ ხართ კარგად? ვიყავი ძალიან დაღლილი, რატო არ მოვდიოდი, ვიყავი ძალიან დაღლილი, გადაქანცული, გადარბენებზე, გადმორბენებზე. მე ხო იცი ერთხელ რო არ დადებ, მე გეზარება, სულ გეზარება და ვიდეოს აღარდებ. როგორ ახართ? გადმოვიდეთ ახალ სახლში, როგორც იქნა. და რაღაცა მეუცხოვება ეს ვიდეოს ჩაწერა მართლა. მოგეხსენებათ თეკლას ვიდეო და ნუ ის თეკლას ვიდეოს უყურეთ და ჩემი სტრიმიც ერთი სტრიმი მქონდა ჩაწერილი, სადაც ვიცახი რომ ბინა გვაჩუქეს სახლი, ბინა ეს არის სახლი. და თეკლას სიმღერებზე ვგიჟით, უსაფერფარი შოშია და იქ მღერის. თქვენ გახსოვთ რომ ცხოვრობდი პატარა ქალაქში. ძალიან ისეთი კარს გამოვკეტებდი თეკლასთან გამოდის. თქვენ შეიძლება არ გესმით, პერო ემესმის. ცხოვრობდით ძალიან პატარა ქალაქში. და პატარა სახლში, ძალიან პატარა სახლი იყო ძალიან. სადაც ვერ ვეტეოდით ყველა. ბავშვებს დივანზე, გასაშლი დივანზე ეძინათ, ერთი საძინებელი იყო მხოლოდ. ნუ ძალიან პატარა სახლი იყო. რა თქმა უნდა, მთელი ჩვენი სითბო და სიყვარული შიგიყო იმ სახლშივე, რომ ძალიან პატარა იყო რა. გაწოს გამოვხდა, შეიძლება ხმად სულად ის მოდეს მე თქვენთან. ხონა? დაჭიმოს ვაკეთებ. მოხდა ესეთი რაღაც. ჩემს ქმარს გავყევი სამსახურში და მივედი ჩემს მამამთილთან და ასეთ რაღაცას ვაუგნები, რომ შეიძლება რაღაც გკითხო თქო და კი, როგორ არაო. თუნასი მოდი კუჩუსტი და მყელში. ხო წაკუსკუსტი იქით და იქით ჩართ სიმღერები, კაი? კეთდებადე. კაი დილით. აი. თუნას როგორც ყოველთვის სულშია. ოღონ მართლა. ეხლა არის 12 არ არის ჯერ. დილით რა მიირთვა? იოგურტი. პატარა ხლოპებთან ერთად. მერე ვაშლი. ნუ მეტი რა უნდა ეხლა. სადილიც იქნება ცოტა ხანში. ხო და ისო 14 სექტემბერში სკოლა შედის თქო და სხვა ბინას ვეძებთ თქო რა ქირით და ვინმე ხო არ იცი თქო. რომ გადმოსვლა გვინდა თქო ამ ქალაქში თქო. ეს სადაც ვართ ახლა ეს არის ჩემი კვრის ქალაქი, აქ დაიბადა, აქ გაიზარდა. ხო და ისო მაინც მოსამწუხაროდ ერთი ბინა იყოვო და გაქირავდა ვიცოდიო მისი ძმაკაცის თუ არ ვწდები. არ გიყვირი დე? გაიბუტა. ხო? თუ რამე იქნება უკიტყვიო და მეთქი კაი თქო და გამოვედი აქეთ ჩემს ქმართან. ოთუნა დავტოვე ჩემს მამამთილთან, ძალიან უყვარს ოთუნა ძალიან. ხო და ის რა ქვია, 5 წუთი არ იყო გასული, გამოდის და ისო წამოდი ავიდეთ სახლშიო, ჩემთანო ვილაპარაკოთო. და მე თქვი კაი თქვი ყავას დავვლებ თქო. და ამოვალ თქო. ავედი და რა გტკივა? მოდი აქ და რაღაცა მეკიდა რა გტკიოდა. გულიო კალა. მიკლი ჩაჩეკანო. აიცა. სადა აბასად გტკივა? სად? მაინო. ხო და ავედი და საუბარი მიდის ჩვენს სახლზე. რასაც არ მოგელოდი საერთოდ. იმიტომ რომ მე მანამ სანამ ჩემს მამამთილს ვატყოდი და დაგდოთ იმედია.
კაი აქ დავდოთ თუნას უნდა ბრინჯის ხლებცი ის რა ქვია მანამ სანამ მე ვეტყოდი ჩემს მამამთილს უთხარი ჩემს ქმარს რომ მიდი მეთქი რა უთხარი თქო ვინმე სხვა არის ცნობს თქო ვისაც ბინაა ხო რა არა და არ გაადგა საშველი არა და არ უთხრა რო ავედი მართლა და მეუბნება რომ ანუ ნახევარი რაღაცა ანტონიოს მშობლები 20 წელზე მეტია გაშორებული არიან და ჩემი მამთილი დაქორწინებულია და სხვა ცოლი ყავს და ორი მული მყავს რა მამის მხრიდან ნა ერთი ხო და მეუბნება რომ ჩემი ცოლის დასო ერთი სახლი აქვსო სადაცო რომელიც გაქირავებული აქვსო ხო და თუ მოგეწონება ვისახლიო მე ვილაპარაკოთ წახვალო ნახავო აქ ცხოვრობდა ამ სახლში ქირით სხვა მივწერე ჩემს ქმარს მესიჯი რომ ჩქარა ამოდით კონტონოს აუბნები რა ანუ მარტუზი ვარ თქო და დავიბენი რაც იტალიური ვიცოდი სულ დამავიწყე ვერაფერს ვერ ვიგებ ისე და ჩემი მამთი რომ მერაპარაკები ხომ ვერაფერს ვერ ვიგებ ხო და ამოვიდა ეს ჩემი ქმარი და რომ მიხვდა ეხლა მოусმინა ორ წინადადებას აუ სახზე ლაპარაკობთო ტიპს გაუუტყდა ხო იცი ხო ისო 14 წუთშია მოვაო ჩემი ცოლის დავა და წაითო სახლი ნახეთო კეთისო თუ მოეწონებაო ოკეი მოვიდა ეს ცოლის და წამოდითო მანამ სანამ მოვიდოდი სახლი მიქეს ძალიან კარგი სახლია ძალიან კომფორტულიაო ისო ესო მოვედით და გარედან რო დავინახე იყო წითელი რაღაცა შვედამპალი შვინისფერი ეს სახლი რა მეთქი ვაიმე ეს რა ჩემ ხოს ვეუბნები რომ ზრდილობის გულისთვის შევდივართ გამოდივართ და უარი რა თქმა უნდა კაიო შემოვედი და სახლი იყო ძალიან კარგი ძალიან მომეწონა ეს სახლი ძალიან მომეწონა ორი დიდი საძინებელი ერთში ბავშვები არიან ერთში ჩვენ ვართ ძალიან დიდი ზალა გვაქვს სამრეცხაო ოთახი ცალკე გვაქვს სამზარეულო გვაქვს კიდევ მაღლა ვერანდა ძალიან ბევრი სათავსო პატარა კარებები გვაქვს ეს საიდუმლო კარები საჭიქითი რაღაცეები დააწყო მაღლაც ერთი სიტყვით ძალიან ისეთი აღფრთოვანებული დავრჩი სააბაზონო საკმაოდ დიდია ყველა ოთახში ფანჯარა ორივე საძინებელში ფანჯარა საპირფარეშოში ფანჯარა მოსაწყები ოთახი ცალკე გვაქვს ნუ ერთი სიტყვით ძალიან მომეწონა დავბრუნდით და მეკითხება ჩემი მამთი მოგეწონაო მე ვთქვი ხო მოიღო ტელეფონი და ურეკავს ჩემს დედამთილს რა ისე რა ქვია ჩემ დედა გახსოვთ ჩემი დედამთილის მშობლების სახში ვცხოვრობდით მე და ანტონიო მანამ სანამ ქირით გადავიდოდით იმ ქალაქში ეს რაღაც ეუბნება ჩემ მამთილი რომ ისინი სახლი პირველი სართული მიყიდე შენს ძმას და მომეცი ფული ბავშვებს უყიდოთ სახლი ეს სახლი ღირდა 80,000 30,000 ჩემო დედამთილმა გადაიხადა და ჩემ მამთილმა გადაიხადა აი ჩვენ ძალიან ბედნიერი ვარ და ჩემი ქმარიც რა თქმა უნდა ძალიან ბედნიერია ყველაზე ის რა არის ჩემი მამთილის სიტყვები ან ჩემი დედამთილმა როგორც მითხრა რომ კეთილ ისეთი მოწწევით მოვიდაო ისეთი მორიდებით დამისვაო კითხვაო რომ ქირითო ბავშვებს ვერ გაუშვებდიო უნდა მეყიდაო უნდა გვეყიდაო ესეთი რაღაც თქვა და ძალიან ბედნიერი ვარ ხო ყურე ჩვენ მოვიფიქრეთ ეს რაღაც მე და ჩემო ქმარმა რომ მოდი რახან სახლი გვიყიდეს რადგან მათ ჩვენ სახლი გვიყიდეს ჩვენ როგორც ასე ქირის სახით ვუხადოთ გარკვეული თანხა ყოველთვიურად თქო რა რომ ჩვენი წვლილით შევიტანოთ ამ სახლში ну ჩემი მამამთილისთვის უნდა მიგვეცა თანხა იმიტომ რომ ყველაზე დიდი თანხა
ჩემო მამთილმა გადაიხადა და თავიდან ჩემო მამთილმა კარგიო. ხო და მოვიდა თავის სიმღერები და გამოვართვევინე. ხა და ჩემო მამთილმა დაგვთანხმდა რაღაცა. ჯერ ისე გაიწელა დრო, ვაიმე 3 თვენახევარი ველოდებოდით, რომ ის ქალი წასულიყო ამ სახლიდან. და ჩემო მამთილმა სანამ გადმოვიდა ეს რაღაც სიძახის რო ისო არ მინდაო ის თანხაო რაც თქვენ და ყოველთვიურად გადაგეხადოთ საერთოდ. თავარია თქვენ იყავით ბედნიერიო და მე თანხაო მოიხმარეთ თქვენი თავისთვისო და თქვენი საჭიროებებისთვის, რაც გაგჭირდებათო. ეხლა სახლი გაქვთო, რაც თავარია ოდაქორწინდითო და ერთი სიტყვით. მადლობა უფალს ამ ყველაფრისთვის. ძალიან ბედნიერი ვარ მეც, ძალიან ბედნიერია ჩემ მეუღლეც, შვილებიც, რა თქმა უნდა. და რავი. გადმოვედით 31-ში. გადმოვედით თუ არა გავხდი ძალიან ცუდად. ჯერ იქვე ვიყავი ცუდად იმ ძველ სახლში, შეტევა მომცა ნაულის ბუშტმა. ნერვიულად რო დავარდე. ერთი სიტყვით მომცა შეტევა ნაღვლის ბუშტზე, მეგონა ყოველ შემთხვევაში ნაღვლის ბუშტი. არ მაქვს გათიშული ჩართული მაქვს. ვიყავი ძალიან ცუდად, მტკიო და მარჯვენა მხარეს აქ ქვემოთ, ნეკანთან და უკან ბეჭებიც, რა თქმა უნდა, მარჯვენა მხარეს მეწოდა ბეჭების საშინლად. ვიკეთებდი ნემსებს, ბატონო. ვიკეთებდი ნემსებს და ნემსი მიყუჩებდა, რა თქმა უნდა, მაგრამ ყველაზე ის რა იყო, იცი, სახლი რო გაქვს ძალიან ისეთი, ეს ნახეთ просто. თავზე რო გავყრია სახლი, ჯერ იქ ჩავვარგდით და აქ კარგავინჯრავს. ხო. აქ მქონდა სულ სავსე ყუთები, რავი, ერთი ბარდაგი იყო ერთი სიტყვით რა. თან ეს სახლი ბურგერი მინდა. ანუ ბურგერი ჯერ არ. რაც რო გადმოვიდით ამ სახლში, ვინც ცხოვრობდა ქირით, სახლი არ დაალა, გადატოვა რაღაცა საოცრად დიდი სააღორე. და ყველაფერი ამას დამატებული ტკივილები მაქვს და დასალაგებელი მაქვს. ჩემი მამა. ჩემი სიცოცხლე. მოვიდა ჩემი მული და მეუბნება რომ გადმოვიდით, მეუბნება ხვალ დილით მოვალ და ყველაფერში მოგეხმარებიო. რა თქმა უნდა, ჩემი დედამთილიც მოვიდა, ჩემი ორივე მული, ჩემი დედამთილი. დედა შეძმა შეიძლება. ხო, დედამთილი. და ძალიან მომეხმარნენ, ძალიან. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცუდად ვიყავი, ერთი წამი არ გავჩერებული ვარ და ვერც გავჩერდებოდი. მუხლ ჩაუხრელად უმუშაობდით, რომ რაც შეიძლება მალე მინდოდა ეს სახლი მომეწყო. და ამას დამატებული ხელოსნები, ჩემო დედამთილმა არ გასუნთქებთო იმ ქალის ნაცვლობის სახლში, ეს ყველაფერი თავზე გვაყრია და პლუს მოვიდნენ მღებავები შეგვიღებეს სახლი შიგნით გარეთ ყველაფერი. მანამ სანამ გადმოვიდოდით, ხო ეს წითელი ფერი იყო თქო რა ვთქვი. ჩემო მამთილმა რა ფერი გინდაო შეარჩია და შევღებოთ და შევაღებინეთ სახლი გარედან ძალიან ლამაზია. შევღებით ნაცრისფერ კრემის ფერში. 5 დღე ხელოსნების ქვეშ ვიყავით, ხელოსნები კი არა და მღებავები. ყოველ დღეში სამჯერ პოულს წმენდი, პერიოდულად ნემსებს ვიკეთებდი. და ცოტა რო ჩამიწყნარდა ეს ტკივილი, ბატონო. დავარდები და ძალიან ვიტირებ. მე არ დავარდები. ჩემი სიცოცხლე. ხო და შევჭამე საჭმელი, რომელშიც ვიყავი ნაღები და ნაღები ხო ძალიან ცხიმია. ეს შევჭამე.
და მეორე დილით გავიღვიძე საოცარი ტკივილით. წავედით აქ ესე არ არის გინდა ეხოსკოპია და წახვიდე გაიგეთ. წავედით ტკივილით, გითხრეს 14-ში უნდა მოხვიდეთ, ანუ შაბათს უნდა მისულიყავი მე ეხოსკოპიის გასაკეთებლად. ანუ ჩევარობი ვედით, მე და ჩემი ქმარი შევედით 14-ში, ანუ ძალიან სავსე ვართო და ადგილი არ გვაქვსო და 14-შია დილის 7 საათზე მოდითო და ნუ ოკეი, თქვა არაფერი არ უთხარით, არც ის მითქვია რომ ტკივილი მაქვს რაღაც და 1 წუთით ვსაუბრობ. ხო. და ჩემთვის რომ დაურეკეთ 14-ში დაგვიბარცო, არავითარ შემთხვევაში შედითო და ისე უთხარით რომ ტკივილით ხართო და ჩემ ქმარს უთხრა რომ შედი ეხლავეო, არ მოიქცე ასე. ხო და ისო დღესვე გაიკეთეთო ეხოსკოპიაო. ნუ შევედით, უთხარით, რა თქმა უნდა დაგვთანხმდნენ. მართალია ყველაზე ბოლონი ვიყავით, მაგრამ 14 რიცხვს ის დღე ჯობდა 9 საათს და 1 საათი თქვიან, ვიდრე ამდენი დღე ჩივადედიკო. ხო და გათბობას ჩავთო, როცა გავწმენდი მე დედიმე გამოვრთე რომ გაცივდეს. ხო და ანუ ეხოსკოპიაზე ღვიძლი, ნაღლის ბუშტით, ირკმელები, ყველაფერი idеალურად ელენთა არაფერი ის არ იყო და ვერ იგებდა ესეც ამ ტკივილი რატო გაქვს და მე მითხრა ფეხზე დადექიო და რომ შეამოწმა მქონდა პანკრეასი. პანკრეასის თავთან პატარა წყლულები შიგნით. ახლა უყურე, მე დაახლოებით 10 წლის წინ მწვავე პანკრეატიტი მქონდა და შეიძლება იქიდან იყოს დარჩენილი ეს ყველაფერი. მაგრამ ეს ხონდა გაირკვეს, ესე იგი პარასკევს, ანუ ხვალ მაქვს სისხლის ანალიზები, ეს ამილაზა და რაღაცეები. და 3 მარტს მაქვს მაგნიტორეზონანსი, რომ კარგად დაინახო, იმიტომ რომ გზომა არ გამოჩნდა, არაფერი მიკრო გამოჩნდა და ბატონი. კაი, ეხლა მორჩები ვიდეოს და მოვა. ერთი სიტყვით. ვარ უმარილო საჭმელზე, ვარ მოხარშულ საკვებზე, მოხარშული ბრინჯი, მოხარშული კარტოფილი, მოხარშული ქათმისფილი, მოხარშული ხბოს-ხორცი, უცხი მოხაჭო, უცხი არაჟანი, მოხარშული კვერცხის ცილა, სუხარი, ანუ პურს ვაშრობ და ესე ვჭამ, ნახევარი ბანანი მხოლოდ და ასე დიეტაზე ვარ თითქმის 2 კვირა, სწორ კვებაზე. არ არის რომ ეს უფრო დიეტაა, ვიდრე სწორი კვება. და რა თქმა უნდა, ერთისფერი მიხარია რომ წონაში დავიკელი თითქმის 4 კილო თითქმის 3 კვირაში, იმიტომ რომ კალორიას არ ვიღებ, ცხიმს საერთოდ არ ვიღებ, შემწვარს საერთოდ არ ვჭამ. და ხვალ სისხლის ანალიზს რო გავიკეთებ, მაინტერესებს პასუხები რა იქნება. და მე მაგნიტორეზონანსს რო გავიკეთებ, ნახოთ იქ რა მოვა, ძალიან ბევრი შეიძლება გაუხარდეს 1 2 3 მყავს ვიღაც ჩასაფრებული და შეიძლება ძალიან გაუხარდეს. ეს ჩემი მდგომარეობა, მაგრამ გეტყვით რომ უფლის წყალობით ძალიან მხრად ვგრძნობ თავს. ნუ დიეტა მიმუშავა რაც თავარი. სხვა რა ვიცი რა გითხრეთ. სხვა ის არის, არ მუშაობ, ვარ სახლში. მუშაობას დავიწყებ დაახლოებით სავარაუდოდ აპრილის ბოლოს. ჩემი მამამთილის რესტორანში. ამიტომ მხოლოდ ოჯახის წევრები არიან და ზაფხულშიც იქ მუშაობდი და აწი იქ გავაგრძელებ ეს თავიდან რითიც ყველა იწყებს ემიგრაციას, უფლის წყალობით ეგ სამსახურები აღარ მომიწევს. ვიქნები ოჯახურ ბიზნესში ჩართული. რა თქმა უნდა, ჩემი მუხლჩაუხრელი შრომით, იმიტომ რომ ვარ ძალიან შრომის მოყვარე, არ წუწუნებ და ასე შემდეგ. იმაზე მეტს ვაკეთებ ხოლმე, ვიდრე მეკუთვნის რომ გავაკეთო და რა თქმა უნდა, ამას ხედავენ კიდეც. რაც შეეხება ჩემს დედამთილს და მამამთილს, ჩემს მამამთილს მამას ვეძახი. ჩემი ყოფილი მამამთილისთვის მამა არ დამიძახია და სურვილიც არ მქონდა და არც გამიფიქრია რომ მისთვის მამა დამეძახა, მიუხედავად იმისა რომ გარდაიცვალა, ის არ იმსახურებდა. ვერ მოვიდა
ჩემს დედამთილსაც რა თქმა უნდა დედას ვეძახი. და ეს ისიც პატარა და მყუდრო სახლი და ოჯახური გარემო უაქვს. რა თქმა უნდა, მე იმას არ ვიტყვი, რომ ბარბის ცხოვრებით ვცხოვრობ და ყველა ოჯახში ხდება ჭუბი, გაუგებრობა, ეს ყველა წყვილს შორის ხდება, ეს ჩვენთანაც ხდება, ანუ არ გეგონოთ, რომ რაღაცა ის არის. ყველაფერი ძალიან ჩვეულებრივად ხდება, მაგრამ მე ძალიან კმაყოფილი ვარ ამ ყველაფრით. რაც შეეხება ჩემს საბუთებს, თვითსანაბეჭდებით დავდე ყველაფერი, მაქსიმუმ ერთ თვეში უკვე ავიღებ საბუთს. არც უნდა ერთი თვე. მე მქონდა აპრილში ჩანიშნული აპარტამენტო, მაგრამ ჩემმა მtima აპრილიო ძალიან შორიაო და 2 თვით, 2.5 აქეთ გადმოაწევინა მის მეგობრებს და მათ ჩემი ვიზიტი და 2.5 ადრე მივედი და თანაბეჭდი ასე შემდეგ ყველაფერი. აი ესეთი რაღაცები ხდება ჩემთან და რა იმედი მაქვს ხშირად მოვალ ხოლმე, აღარ დავიკარგები და რა შემიძლია გითხრათ მომენატრეთ მართლა რაღაცნაირად მოვიკარგე და მოვედი. გემრიელი საჭმელები მენატრება, ლალი მყავდა სტუმრად. სამწუხაროდ მე მოხარშული საკვები მივირთვი და ვერც გავერთე აღარანაირი სასმელი, ხო რა თქმა უნდა სასმელს არ უნდა აღარც ვაპირებ რომ დავლიო, იმიტომ რომ მე ვფიქრობ ეს ცოტა სასმელმაც მიიღო, ცოტა კი არა, ძირითადი ეს იქნებოდა. ხო იცით ლუდი როგორ მიყვარს და ვსვამდი ლუდს თითქმის ყოველდღიურად. 1 ხან 2 ბოთლი ლუდი ყოველთვის ვსვამდი. თითქმის ყოველ დღე. მქონდა ხოლმე პაუზები 5 დღიანი, 3 დღიანი, მაგრამ მაინც ძირითადად ვსვამდი. მე მივხვდი სასმელს რომ შეევეშვი და ეს ჯანმრთელობა და რაღაცა მივხვდი რომ არანაირად არ გვიხს სასმელის დალევა და არც არაფერს არ მაძლევს. მე სასმელის დალევა დავიწყე და მართლა შემჯდარი ვიყავი, როდესაც ემიგრაციაში ჩამოვედი, ვიყავი შვილების გარეშე, სრულიად მარტო, სრულიად უცხო ქვეყანაში, ენაც რომ არ იცი და არაფერი და ნერვიულობის ფონზე, დეპრესიის ფონზე დავიწყე მართლაც რომ დალევა. მაგრამ მე აღარ მაქვს ის მომენტი, რომ მე ჩემი სამივე შვილი აქ მყავს ფლის წყალობით. ჩემი მეუღლე ყველაფერი ისეა, როგორც უნდა ყოფილიყო. და აღარ მაქვს საფუძველი, რომ საერთოდ უნდა ერთი კლუბი მაინც გავსინჯო. ეს კარგად გავიაზრე. ძალიან ბედნიერი ვარ. ეს სასმლის სცენი მარტო მე არ შემყრია, ძალიან ბევრი ემიგრანტია, ძალიან ბევრი ემიგრანტს ვიცნობ, ძალიან რამოდენიმე მეგობარიც მყავს, რომლებმაც იგივე გზა გაიარეს, დალევა, მის დარდს დალევაში ახშობდნენ. მე ვიყავი სასმელზე დამოკიდებული, მე ამას არ მალავ. მაგრამ ყოველთვის სწორ გზაზე, სწორ დროს ალბათ ვფიქრობ, გაჩერებს უფალი რომ და სამყაროც რომ გეყოფა ქალი. ყველას ორგანიზმი ერთი არ არის, მე ქალი ვარ და ძალიან სათუთი ორგანიზმი მაქვს. არა მარტო ქალი რო ვარ, მაგიტომ მე საჭმელზეც შეიძლება ძალიან დიდი რეაქცია მქონდეს და ძალიან ცუდად და მიმთავრდეს ხოლმე რაღაცაზე და ცხიმიანს რო შევჭამ, მე რაღაცა ნაღლის ბუშტი ისა ესა. ძალიან ისეთი ფინცუქანცუქალი ვარ რა, ერთი სიტყვით. ხო და გემრიელი საჭმელი მენატრება 2 კვირა ისე არ მიჭამია როგორც მინდა. ეხლაც ხორცს ვხარშავ, ხოს ხორცს და ავთომ ჩუსტები წამართვა როგორც ყოველთვის. ხოს ხორცი და მოხარშული კარტოფილი. ანუ ძირითად შემთხვევაში ვჭამ ხოლმე ბრინჯი.
აქ ერთი ცალი ხახვიც ჩავაგდე. მაინც გემომიცეს მოხარშული ხა. ამას ცოტა წვნიანად შევჭამ. Вот так вот, აი ეს თემებია ჩამოგარგება. გაკოცეთ ყველას გულში. იმედი მაქვს აღარ დაგივიწყებთ. ეს ჩემაცივრის ფერი მომწონს და თან სიყვარელია. და ესეთივე მაჩქა ჩემო მოლებმა აეროგრილი თუ რამე რა ქვია ქართულად ხო. გაკოცეთ ბევრი. მე მიხარია რომ მოვედი. თქვენ არ ვიცით. ბევრს გაუხარდება ეს ზუსტად ვიცი. ისე რომ ჩაუ ჩაუ გაკოცეთ ძალიან.